თბილისში 2 კილოგრამი ბირთვული მასალის ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გახდა ცნობილი. უწყების ცნობით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო ტრანსპორტირებას რუსეთის ტერიტორიის გავლით ჩინეთში გეგმავდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დაკავებულთან ახლა უფლებადამცველები იმყოფებიან. თემის დეტალებით ნათია ქენქაძე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. ნათია, გისმენთ. სამივე დაკავებულს უკვე წარადგინა ბრალი და მათი უფლებების დამცველებმა რამდენიმე წუთის წინ დატოვეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა. ადვოკატების თქმით, არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს. როგორც ცნობილია, დაკავებულია ჩინეთის 3 მოქალაქე, 1 ქალი, 2 კი მამაკაცი. ქალი ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. უფლებების დამცველების თქმით, სამივე ბრალდებული უარყოფს საქართველოში უკანონოდ ყოფნის ფაქტს. მათი თქმით, ისინი საზღვრის კვეთის წესების სრული დაცვით შემოვიდნენ ქვეყანაში და ადგილზეც კანონის შესაბამისად იმყოფებოდნენ. 2 ბრალდებული, როგორც ადვოკატებისგან ირკვევა, დაახლოებით 2 თვის წინ ჩამოვიდა საქართველოში, 1 მამაკაცი კი ბათუმში დაახლოებით 2 კვირის წინ ჩამოვიდა. ისინი ერთმანეთთან ნაცნობობას ადასტურებენ, რომ სხვადასხვა საქმეებთან დაკავშირებით ერთად გადაადგილდებოდნენ საქართველოს მასშტაბით, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ მცდელობას რადიოაქტიული ნივთიერების შეძენის. კონკრეტულად რას საქმიანობენ დაკავებულები და რასთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ ისინი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ამაზე დღეს უფლებების დამცველებს არ უსაუბრიათ. ის ჩამოვიდა, ასე ვთქვათ, კონკრეტული მიზნით, უბრალოდ ეხლა ამ ეტაპზე, გამოძიების ამ ეტაპზე მასთან დაკავშირებით საუბარი არ სურს. შემდგომ გამოძიების სხვა ეტაპზე მისცემს ამასთან დაკავშირებით დაწვრილებით ჩვენებას. მის ჩვენებას ამ ეტაპზე ვერ გავცდები და ჩვენების ოფისში არის სწორედ ეს წერია, რომ ბრალს დამნაშავე თავს არ ცნობს. რაც შეეხება სხვა ბრალდებულების შემხებლობას მასთან, ეს ბრალდებულები უკვე აქ იმყოფებოდნენ და მათ აკავშირებდათ, ასე ვთქვათ, ნაცნობობა მხოლოდ და ამის გამო დაუკავშირდა მას ისინი, რომ რაღაც ნაცნობობის გამო რაღაცა კონკრეტულ საკითხში სურდა დახმარება, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება ურანის შეძენას. აღნიშნა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით თარჯიმანი იყო თვითონ და არაფერი თვითონ ბრალში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებებს არ აღიარებს. მე თარგმნიდიო ჩვეულებრივადო ჩამოვედიო. კომპანიასთან დაკავშირებით რაღაც რეალიზაცია, მაგრამ ურანთან და ამასთან აბსოლუტურად ლეგალურად შემოვიდა, კანონიერად იმყოფებოდა, ყავს პატარა ბავშვი, მცირეწლოვანი, ამიტომ დანაშაულებრივი ქმედებაში არადროს არ ყოფილა შემჩნეული. საქმეზე ძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალურ საქმეთა დეპარტამენტი და დღეს სულში დეტალურად ისაუბრეს იმ დანაშაულებრივ სქემაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს ძიება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ჩინეთის 3 მოქალაქე ცდილობდა საქართველოში 2 კილოგრამი ურანის შეძენას $400,000. შემდეგ კი სქემა ითვალისწინებდა რადიოაქტიული ნივთიერების გატანას ჩინეთში რუსეთის ფედერაციის გავლით. სამივე დაკავებული სამართალდამცველებმა დედაქალაქში აიყვანეს. დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება. გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც მოისმინეთ, დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ებუქრებათ, რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, ამ საკითხზე სასამართლოს სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს. მადლობა ნათია ქენქაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.